ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად საქართველოში პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები რიგით 54 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია სახელწოდებით ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ ინჟინერის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მკვლევარები, ახალგაზრდა ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. ბევრ ქვეყანაში დავნერგეთ მაღალი პროფესიონალური გამოცდილების უფროსი თაობასა და ახალგაზრდა ინჟინრებს შორის ურთიერთკავშირების დამყარება. ეს ხელს უწყობს მათ პროფესიონალურ ჩამოყალიბებას და ზრდას. ჩვენ აქ ერთი დღე არაც ვიმყოფებით. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს პირველ კონფერენციას ვესწრებით. საქართველოს წარმომადგენლები გასულ წელს შემოგვიერთდნენ. გაწევრიანებიდან მალევე ამ კონფერენციას უმასპინძლეს. მადლობას გიხდით იმისთვის, თუ როგორ გვმასპინძლოთ ამ შესანიშნავ ქალაქში. რა თქმა უნდა, უნიშნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნივერსიტეტში უძველესი ფაკულტეტია, ავტომატიკის ფაკულტეტი, ინფორმატიკის და გამოყენების სისტემის ფაკულტეტი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მოგპროვა ხელოვნურ ინტელექტს, რამე თუ მას მრავალი ფილოსოფიური ახსნა და იურიდიული სამართლებრივი განმარტებები აქვს, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდეთ.